საურონ რამდანი სცენიდან ბუით გააგდეს. ხო, პირდაპირ ძველმოდურად ბუ. სანამ იძულებული გახდა უბრალოდ გაქცეულიყო. ვიდრე არაფერი მომხდარა, მაგრამ იმედია ბოლომდე დამცირებული დარჩა. იმიტომ რომ იცით რა, ნიუ-იორკელებს უკვე ჭელში ამოუვიდათ ეს სისულელე, რასაც ძალით აჭმევენ. თითქოს ის მართლა ქალაქის გამოსასწორებლად აქვს. არა, ასე არ არის. ის იპარავს, ის იტყუება, ის საშინელია, ის საშიშია. არავინ, ვინც დამომოუკიდებლად აზროვნებს, არ ფიქრობს, რომ ეს კაცი ნიუ-იორკისთვის კარგს აკეთებს. განსაკუთრებით, როცა ესეთ ბოლო ვიდეოებს უყურებ ნიუ-იორკიდან. ანუ ვერ დაიჯერებდი, რომ ეს რეალურია. სულ რაღაც 11 სექტემბერი იყო, 20 წლის წინ. 11 სექტემბერი. და ეხლა ეს ყველაფერი ნორმად იქცა. და ის ხდება მამდანის დროს. სწორედ ამიტომ უსტვენენ მას. და მე ეს ძალიან მომწონს. სრულიად შეშლილია. მაშ ასე. ვიცი, ყველამ ვიცით. როცა ამბობენ, ალლა აკბარ. ვიცი. რომ ეს რელიგიური განცხადება, ვიცი. მაგრამ аса თუ ალლაჰ აკბარს გაიგონებ, ვიცი რა უნდა გააკეთო. და ეს მასობრივად გადაიცემა. უბრალოდ შეხედე, რამდენი ხალხი აქვს Times Square-ზე. ეს სიგიჟეა. უბრალოდ ვერასდროს შევეგუები ასეთ ვიდეოებს. და იმ იდიოტებს, რომლებიც ამბობენ, არა რას ამბობ, ეს მხოლოდ სადღაც სხვაგან ხდება. არა, ეს ხდება პირდაპირ Times Square-ზე. ნახეთ, ხალხო, ეს Times Square-ია. ეს პირდაპირ Times Square-ია. აქ მაგალითად ეს Times Square-ია. და ისინი უბრალოდ ცდილობენ დაიკავონ ეს ადგილი. და ეს ყველაფერი ხდება მამდანის დროს, სწორედ ამიტომაც ძალიან დაუბუეს და მე ეს ძალიან მომწონს. მოგესალმებით Pushback-ში. მე ერიკა ვარ, თქვენი წამყვანი. მზად ხართ ამ მომენტისთვის. ეს შესანიშნავია. მართლა შესანიშნავია. ეს ნამდვილად სასიამოვნოა, რადგან ის იმსახურებს, რომ დაუკვირონ და ასევე იმსახურებს, რომ გაათავისუფლონ. ზაქხართ კიდევ ცეკვისთვის. არა, არ ვართ. გაფრთხილებას ვიღებთ. ვიღაცას გაფრთხილებას აძლევენ. გთხოვთ, ვინ იღებს გაფრთხილებას? ჩემი სახელია. და თქვენ ისმენთ როგორ ამბობს საწალი მოდერატორი. წადით ნახეთ. კარგი, მოკლედ აი ამბავი. მუნტანი მოდის ამ ღონისძიებაზე Staten Island-ში. ეს არის ნიუ-იორკის პოლიციის National Night Out-ის ღონისძიება Midland Beach-ში. არც კი ვიცი რა, ხომ ასეა. და როგორც ყველამ ვიცით, რა ხდება პოლიციასთან დაკავშირებით და რამდენად ძლიერად სჯერა მუნტანის ამის და ასე შემდეგ. ის მოდის, რომ ეს სიტყვა წარმოთქვას და ძალიან გაგიკვირდებათ, რომ მისი სიტყვა დიდხანს არ გაგრძელდა. ჩვენ ყველაზე დიდი ბაჭედი გვაქვს. და ის კაცი თითქოს სიცოცხლისთვის იბრძვის. მადლობა და თავის სიცოცხლეს იბრძვის. და მხოლოდ ის გესმის, როგორ აყვირიან ბუ. ის გამოიყურება თითქოს იბრძვის. ეს არის. გულისმობ დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი იყო, რაც მათ მომზადებული ჰქონდათ. დარწმუნებული ვარ, მან მთელი გზა ნიუ-იორკის მერის სტატუსით გაიარა, რომ -20 წამიანი სიტყვით გამოსულიყო ბუუს ფონზე. დარწმუნებული ვარ, სხვა არაფერი ჰქონდა დაგეგმილი. რა თქმა უნდა, ასე იყო, მაგრამ მას სცენიდან გაქცევა მოუწია. რადგან ადამიანები, რომლებიც ახლა ხედავენ მას, დონი ისეც, როგორიც სინამდვილეშია, ამას აღარ ეგუებიან. ისინი უბრალოდ აღარ ეგუებიან. უბრალოდ მინდა ეს კიდევ ერთხელ ვნახო, იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ხალხი იღვიძებს. თვიდება! საღამო მშვიდობისა ყველას. მოხარული ვარ. სიამოვნება აქ ყოფნა, ხო, როგორ არა. არავინ ამბობს, რომ სიამოვნება იქ ყოფნა, სადაც ასე უსტვენენ და ხალხო უბრალოდ მოусმინეთ ამ სტვენას. ეს უბრალოდ ისტორიულია. ნამდვილად სასიამოვნოა აქ ყოფნა. ბედნიერ ეროვნულ დღეს გისურვებთ ყველას. მართლა ვცდილობ მითხრა, რომ ამ კაცმა თავის 15 წამიან, ან რა იყო? 30? არა, სადღაც 27 წამიან გამოსვლაში ორჯერ თქვა ნამდვილად სასიამოვნოა ყოფნა, იმიტომ რომ ასე დაგეგმა. არა, ის დაბნეულია, ის შეშინებულია, ის აფორიაქებულია და იქ დგას, იღიმის,
მაგრამ ორჯერ თქვა სასიამოვნო აკყოფნა. იმიტომ რომ აზრებს ვერ აღალიბებს სწორად, იმდენად ააფორიაქა იმ სტვენამ. და ეს შესანიშნავია, ეს მშვენიერია. დაე იყოს აფორიაქებული, დაე იყოს დაბნეული. ბოლოს და ბოლოს დაე გადადგეს. გულისმობ, პირდაპირ ერთ წუთზე ნაკლებ დროში. მართვა მეგობრებო, შემიძლია უბრალოდ ვუყურო ამას მთელი დღე. Team New York City, victory last! Team New York, team! Hotball! შეხედა მას. ისე შემრცხვა. მადლობა გოგოებს! მადლობა ჩემს ძმას კარბოროს! ეს მართლა არასდროს ბეზრდება. ის იყო, ვინც იმ ძალიან უხერხულ ხელისაწევას აკეთებდა. არა, ეს ქალი იყო. კარგი. უბრალოდ მოусმინეს ტვენას, ეს ძალიან სახალისოა. მადლობა! ხო. ნამდვილი სიამოვნება აქ ყოფნა. ბედნიერი ღამე. გმადლობთ. ქალბატონებო და ბატონებო. მზადხართ კიდევ ცოტა. ეს არ ჩერდება. ისინი არ წყვეტენ სტვენას. ამ პარალოიდებიდან ზოგიერთი გინდა რომ გააკეთო. ანუ, ნახეთ ხალხო, მამდანი არასწორ ხალხს დაეჯახა, როცა იტალიელებს მიადგა. როცა მან იცით, გახსოვთ, როცა ის ამბავი გააკეთა. უბრალოდ დაავიწყდა პატარა იტალია, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია. და მისი რუკა სავსე იყო პატარა იტალიით, პატარა ეგვიპტით, პატარა მაროკოთი, პატარა ირანით, ნიუ-იორკის პატარა ისლამური დაპყრობა. და იქ იტალიელები ამკაც არ პატიობენ, რადგან მან ისინი უბრალოდ დაავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია, რომელმაც ნიუ-იორკი ააშენა. როგორც არ უნდა იყოს, ისინი მასზე გაბრაზებულები არიან. და აშკარად ბევრი იტალიელია იქ, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც მასზე უკმაყოფილოა. და ნახეთ, მე ვცდილობ კარგი ადამიანი ვიყო. ვცდილობ არ დავწინო სხვის უბედურებას, მაგრამ ზოგჯერ ბოროტებას უნდა დასცინო. და მამდანი ბოროტია. და ის ნამდვილად იმსახურებს ამ ყველაფერს. გინდა. გულისხმობ, როგორც ადამიანი, რომელიც იმ ჯგუფის ნაწილია, ვინც პოლიციის დაფინანსების შეწყვეტას უჭერს მხარს, მან ნამდვილად მადლიერება უნდა გამოხატოს, რომ იქ პოლიციაა. რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ღონისძიებაზე მყოფი დანარჩენი ხალხი მის მიმართ მშვიდობიანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის მხოლოდ სხვის პოლიციას უნდა დაფინანსება შეუწყვიტონ, სანამ თავად დაცვა ჰყავთ. ისინი ღია საზღვრებს ითხოვენ, სანამ თავად დაცულები ცხოვრობენ. ბლა ბლა ბლა. იმიტომ რომ ამ ისლამისტი სოციალისტებს სინამდვილეში ეს მშვენიერი იდეალები არ აინტერესებთ. ისინი მხოლოდ გიჟურ უკიდურესობებში არიან დაინტერესებულები და სულელი ადამიანები ამას ებმებიან. მერე მათ აძლევენ ხმას და აძლევენ ძალაუფლებას, რომ შემოვიდნენ და გაანადგურონ ჩვენი ქალაქები. მადლობა ღმერთს, რომ ხალხი იღვიძებს მამდანის ამბავზე. მადლობა ღმერთს. და მადლობა თქვენი დროისთვის ამ საკითხზე.